ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტი მიიღო. 433 კონგრესმენიდან კანონპროექტს მხარი სულ 359 კონგრესმენმა დაუჭირა, კერძოდ 168 რესპუბლიკელმა, ხოლო 191-მა დემოკრატმა, რაც მას აქცევს ორპარტიულ კანონპროექტად, რომელსაც 80%-იანი მხარდაჭერა აქვს. მეგობარი აქტის წინააღმდეგ მხოლოდ 42 კონგრესმენი წავიდა, ხოლო დარჩენილმა 42-მა ხმა საერთოდ არ მისცა. მეგობარი აქტის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენია სამხრეთ კაროლინიდან, ჯო უილსონი, რომელიც კანონპროექტის მიღებამდე კონგრესის წინაშე სიტყვით წარდგა. მეგობარი აქტი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების წინაპირობებს ითვალისწინებს და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები არ იქნება დაცული. კერძოდ, მეგობარი აქტი მოიცავს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირებასა და საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატის გადახედვას, რაც მოიცავს დახმარების პაკეტის შემცირებას ან მის მთლიანად შეჩერებას. გამომცვლელთა შორის იყო კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბრაიან მასტიც. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა პარტნიორი ქვეყნების სწორი პოლიტიკის გატარებისთვის უნდა დააჯილდოოს და შესაბამისად მეგობარ აქტსაც აქვს მეორე მხარე, რომელიც ითვალისწინებს თუ რა მოხდება, როცა საქართველო პროდასავლურ გზას დაუბრუნდება. სამწუხაროდ შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები მმართველი პარტია ქართული ოცნების გადადგმულმა ნაბიჯებმა, აგრეთვე მათი ჩინეთისა და ირანის მთავრობებთან დაახლოვებამ დააზიანა. პროდასავლური და დემოკრატიული საქართველოს პოტენციალი აშკარაა. შავ ზღვაზე მდებარეობის გამო ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილი აქვს და რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენის დაბალანსების შესაძლებლობას ქმნის. მხარს უჭერ ამ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც ბატონმა ვილსონმა წარადგინა, რადგან ის იაზრებს მიდგომას ამერიკა უპირველეს ყოვლისა. კანონპროექტი სანქციებს უწესებს რეჟიმის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და პროევროპულ მომავალს. აგრეთვე კანონპროექტი საშუალებას გვაძლევს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებსა და დახმარების პროგრამებს გადავხედოთ. აგრეთვე მოვითხოვოთ დეტალური ანგარიში საქართველოში რუსული სპეცსამსახურების საქმიანობის შესახებ. კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივასაც სთავაზობს. როგორც კი შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ საქართველო დაუბრუნდა პროდასავლურ გზას, კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნებს შორის გაუმჯობესებულ ორმხრივ კავშირებსა და სამხედრო თანამშრომლობას. შეერთებულმა შტატებმა პარტნიორები კარგი საქციელისთვის უნდა დააჯილდოვოს. მეგობარი აქტი ქართულ ხალხზე თავდასხმა არაა. არამედ ის ცდილობს დაეხმაროს ქართულ ხალხს თაღლითი მაღალჩინოსნების დასჯით ან მათი შეერთებული შტატებისგან დისტანცირებით. ბრაიან მასტი რესპუბლიკელი კონგრესმენია, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევისას შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. სხვა კონგრესმენებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ჯო უილსონმა ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეები უკვე 500 დღეზე მეტია, რაც დემონსტრაციებს მართავენ. მან აგრეთვე შეშფოთება გამოხატა შავ ზღვაზე პორტის ჩინეთზე მიყიდვის ფაქტზე და აღნიშნა, რომ პორტი ქართველ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. For more than 155 days, the freedom-loving people of Georgia 500 დღეა, რაც თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავისი მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მათი სურვილი ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს და შეუმდგარი საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებაში ამყოფოს. საქართველო ყოველთვის დიდად აფასებდა მძიმე ბრძოლებით მოპოვებულ თავისუფლებას და სამწუხაროდ ქართველი ხალხის ნებას ძირს უთხრის არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებზე გაყიდოს. მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, რომლისთვისაც შავ ზღვაზე პორტის გადაცემას აპირებს. ეს პორტი ქართველი ხალხის უნდა იყოს. ყველა კონგრესმენი ერთ აზრზე არ ყოფილა. ზოგიერთის აზრით, მეგობარი აქტი ცდება ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგს, რომელსაც ამერიკა პირველ ყოვლისა პოლიტიკა ითვალისწინებს და უმჯობესი იქნება, თუ ყურადღებას სხვა საკითხებზე გაამახვილებენ. I generally support everything that the chairman supports. ტრადიციულად ყველაფერს უჭერ მხარს, რასაც თავმჯდომარე უჭერს. თუმცა ეს კანონპროექტი არასწორი მიმართულებითაა შემუშავებული და ვიმედოვნებ, რომ კოლეგები ამას მხარს არ დაუჭერენ. არ უნდა ჩავერთოთ ყველა იმ კონფლიქტში, რომელშიც გვიწვევენ და დამატებით კონფლიქტების ძებნა ნამდვილად არ გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ქართულ ხალხს ყველაფერი კარგი ვუსურვოთ ევროპის მიმართ თავდაცვაზე ჩვენი ვალდებულებების ზედმეტი გაფართოების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს რუსეთისგან დაცვა რეალურად არ შეუძლია და ისინი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-საც კი არ ხარჯავენ, რაც ნატოში გაწევრებისთვის მინიმალური მოთხოვნაა. ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, როდესაც დიდი ქვეყნები, მაგალითად გერმანია, ამ მინიმუმს არ ხარჯავს. საქართველოს ეკონომიკა არც ისე დიდია. ამრიგად მეტიც რომ დახარჯონ, ამას მნიშვნელობა არ ექნება. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და ჩვენი სანქციების ეფექტიანობას ასუსტებს. ვიმედოვნებ, რომ კონცენტრირდებით ამერიკა პირველ ყოვლისა მიდგომაზე.
მეგობარი აქტი ჯერ ბოლომდე ძალაში არაა შესული. მას კიდევ რამდენიმე ეტაპი ექნება გასავლელი. კერძოდ, ახლა მას შეერთებული შტატების სენატი განიხილავს და საბოლოოდ უკვე კანონპროექტს ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს. ჯერჯერობით კანონპროექტის სენატში განხილვის თარიღი უცნობია.